დღეს კიდევ ერთი ძალიან მარტივი, გემრიელი სუბუქი სალათის რეცეპტით მოვედი. ასევე გამოგაგებათ ეს იდეა მარხვის პერიოდში. შეგიძლიათ მოამზადოთ, ეს არის ჭარხალი მაიონეზში. ძალიან გემრიელია, როგორც უკვე ვთქვი და მარტივი. სცადეთ და გამოგებინეთ, როგორ მოგეწონებათ კომენტარებში. აბა დავიწყოთ. ჭარხალი კარგად გავრეცხე გამდინარე წყალში, შემდეგ დავდგი მოსახარშად და მოხარშული უკვე როცა ცოტა შეგრილდა, გავთალე და შედარებით მსხვილ სახეხზე გავხეხე. ცოტა დავაყოვნე ეს წვენი რო გამოვიდა, ასევე წვენი გადაუწურე, საკმაოდ დიდი რაოდენობით წვენს იყენებს ჭარხალი და შევაზავე მწვანილებით, რისთვისაც გამოვიყენე დიდი რაოდენობით ქინძი, კამა, ცოტა ოხრახუში და ასევე რამდენიმე ცალი მწვანე ხახვი. ჩავაჭყლიტე დაახლოებით 3 კბილინი 2, დამოკიდებულია რაოდენობაზე, გემოვნებით შეგიძლიათ დაამატოთ უფრო მეტი თუ მეტი რაოდენობის ჭარხალი გაქვთ. ასევე დაუმატე მაიონეზი, მარილი და დაღერღილი წითელი წიწაკა. კარგად აურიე ეს ყველაფერი, გამოდის ძალიან გემრიელი, არის მარტივი, ცხელ მჭადებს უხდება სასწაულად, სადეთ დააგემონეთ და გამიზიარეთ კომენტარებში, როგორ მოგეწონებათ. ჩემს მეგობრებსაც ძალიან მოეწონათ ნახავთ ვიდეოში და ყველა ძალიან კმაყოფილი დარჩა. ყველას ბედნიერ უქმეებს გისურვებთ და არ დაგავიწყდეთ ჩემი გვერდის გამოწერა. დროებით!